ქართული ოცნების დეპუტატებს დღეს პრაქტიკულად მოუწიათ იმის აღიარება, რომ კანონში, რომელიც დაამტკიცეს დაახლოებით 1 თვის წინ, ბევრი უზუსტობაა და სწორედ ამ უზუსტობების შესწორება სჭირდებათ ახლა პარლამენტში და კანონპროექტის შესაბამისად ამ დაზუსტებისთვის შექმნეს, თუმცა დაზუსტების მიუხედავად ბუნდოვანებები მაინც რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც იურისტები განმარტავენ, ამ კანონპროექტში ქართული ოცნება მაინც იტოვებს სივრცეს, რომ შეზღუდოს ფინანსური დახმარება, მათ შორის რომელიც მოდის დიპლომატიური უწყებების თუ დიპლომატიური მისიის მხრიდან. თუმცა ის რაც წერია ტექსტში, სულ სხვაგვარია იმისგან, რასაც ამბობენ ქართული ოცნების დეპუტატები ზეპირსიტყვიერად, რადგან ისინი ამბობენ, რომ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ისედაც უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავად საქმიანობის განხორციელების უფლება და ამისთვის გაღებული ფინანსური რესურსები არ იქნება გრანტი. თუმცა, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუ კი დიპლომატიური მისია ან საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაცია გადაწყვეტს პოლიტიკური საქმიანობის მიზნით ფინანსების გაღებას, ეს იქნება გრანტი და შესაბამისად მას დასჭირდება ქართული ოცნების მთავრობის თანხმობაც. თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საელჩოს თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს თანხას თავისი მიზნების განსახორციელებლად, ვენის კონვენციის შესაბამისად საქმიანობისათვის, ეს იქნება მაგალითად, რომ თანაშრომლები დაიქირაოს ან საჯარო პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა მოახდინოს, ამ ყველაფერს არც მოქმედი კანონის მიხედვით არ სჭირდებოდა მთავრობასთან შეთანხმება და არც ახალი ცვლილებების მიღების შემდეგ არ დასჭირდება. საელჩო გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე თანხას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ, საზოგადოებას ზეგავლენის მოსახდენად, ეს ჩაითვლება გრანტად და ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას. ამ კანონთან დაკავშირებით, რაც არის წარმოდგენილი ცვლილებები, განპირობებულია გარკვეული შინაარსობრივი მხარის დაზუსტებით, რაც უკავშირდება საელჩოს და საკონსულოების ისეთ საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებები იქნება თუ აქტივობები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ აქტივობების ფარგლებში საელჩოებს მოემსახურებიან, აღნიშნული ფინანსური რესურსი არ იქნას, ასე ვთქვათ, აღნიშნული კანონის რეგულაციებში მოქცეული. ანუ ეს არის გარკვეულწილად არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საკითხი, არამედ უფრო შინაარსობრივი, წმინდა სამართლებრივი საკითხი, რომელიც ემსახურება კონკრეტული შინაარსობრივი მხარის დაზუსტებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონში შევა ცვლილებები და დაზუსტდება თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული გრანტად, იურისტები ამბობენ, რომ არსებითად ამ დოკუმენტში არაფერი იცვლება და ის მაინც რჩება ხელისუფლების ხელში, როგორც იარაღი რეპრესიული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ და შესაბამისად იურისტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების მიუხედავად ეს კანონი არის გასაუქმებელი, ისევე როგორც ამას მოუწოდებენ ამისკენ ქართულ ოცნებას საერთაშორისო პარტნიორები. ცვლილებები უკვე ინიცირებულია პარლამენტში, დაჩქარებული წესით აპირებს ქართული ოცნება მის მიღებას და არ არის გამორიცხული მიმდინარე კვირაში რამდენიმე მოსმენა ვნახოთ საკომიტეტო ფორმატში.